მოდით ერთად შევადაროთ, რომელის ხმა ჯობია. დამენახებინა აი ამ დინამიკის, ესე ვთქვათ, რეალური სახე და ზუსტად იმიტომ გამიჩნდა სურვილი, რომ გადამეღო ეს ვიდეო და მენახებინა, რას ნიშნავს მარკეტინგული ფინტი, რას ნიშნავს აი ეს ვიზუალური სილამაზე და როგორ გატყუებს საერთოდ ვიზუალი და გავიწყებს იმას, რომ დინამიკს ყიდულობ ხმის გულისთვის და არა იმისთვის, რომ უყურო მხოლოდ ფერად ლედებს. როდესაც იხდი $150, თქვათ $170, შენ არ უნდა იყო, ესე ვთქვათ, დაბრმავებული მხოლოდ აი ამ ფერადი ლედებით და არ ვიცი, როგორი მაგალითი მოვიყვანო, ისიც კი არ ვიცი. აი წარმოიდგინეთ ნივას რომ დავუყენო, ბევრი ლედ განათებები და BMW თქვათ, არ იყიდო და იყიდო ნივა, იგივე ფასად, შეიძლება უფრო მეტ ფასად, ვიდრე BMW და თქვა, რომ ნახე რა ლამაზიაო. ზუსტად იგივე ვარიანტია ჩვენი JBL Pulse 3-იც. არ მინდა რაღაც სტერეოტიპული ვიდეო გამომივიდეს და არ მინდა რაღაცა ესე ვთქვათ ჩარჩოებში ჩავსვა და სულ არ გიმტკიცებთ იმას, რომ იაფიანი ყოველთვის ჯობია ძვირიანს. არა, პირიქით, ყოველთვის ამტკიცებთ, რომ ძვირიანი პროდუქცია შესაბამისად ხარისხიანია და იაფიანი შესაბამისად უხარისხო. მაგრამ რატომ ვყიდულობთ თქვათ ჩვენ აი ამ დინამიკს? ანუ რა მოგწონს აი ამ დინამიკის? ეს დინამიკი ვიყიდე იმიტომ, რომ მომეწონა ვიზუალურად. ძალიან ლამაზია, უდავოდ ლამაზია და მაგიდაზე უნდა დადო, სიბნელეში შუქი უნდა ჩააქრო, ჩართო რაღაც წყნარი მუსიკა და უბრალოდ დაჯდე და მოусმინო. ამ დინამიკს დავარქმევდი, არ ვიცი, მუსიკის ლამაზად მოსმენას, აი ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზი დინამიკია და სწორედ ვიზუალურობის გამო ვიყიდე აი ეს დინამიკი, მაგრამ რაც შეეხება თავის საქმეს. ძალიან ლოგიკურ კითხვას დავსვავ. რისთვის ყიდულობთ დინამიკს? იმისთვის, რომ მიიღოთ კარგი ხმა და მიიღოთ ხარისხიანი ხმა. მით უმეტეს, როდესაც საუბარია JBL-ზე. რა თქმა უნდა, JBL-ი ძალიან მიყვარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ფირმას, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფირმაა, მაგრამ არ ვამბობ, რომ ეს არის პიკი და საერთოდ, არ ვიცი, რაღაცა ფანტაზიის ბოლო მწვერვალი. არა ხალხო, გაცილებით 10 მაგათ უკეთესი ბრენდები არსებობენ აუდიოში. ჩემგან ალბათ გაგონიც გექნებათ Bose, Nakamichi, უამრავი, კლიპჩი და ასე შემდეგ. JBL არ არის high-end და მსგავსი რაღაცა ისეთი ბრენდი, ეს არის ჩვეულებრივი საშუალო ბიუჯეტიანი კლასის სისტემა, რომელიც თითქმის ყველასათვის ხელმისაწვდომია და არა აქვს ისეთი ფასები, რომ რაღაცა თავი მოიკლა და ვერ იყიდო და თირკმელი გაყიდოს, ეს კი აიგო იპოთეკური და ასე შემდეგ. საშუალო კლასის აუდიო სისტემებისთვის, ისევე როგორც საშუალო კლასის ხალხისთვის და მათი ხელფასებისთვის ცოტა არ იყოს მტკივნეული, როდესაც დაფიქრდები და სხვა რაღაცას მოусმენ, სხვა რაღაც იაფიანს მოგასმენინებენ და მიხვდები, რომ ტყუილა გაქვს ეს ფული გადაყრილი და აი ეს იაფიანი ჯობია შენს ძვირიანს. ამ დროს სარკეში იხედები და ცოტა არ იყოს ყურები ვირივით გეზდება სარკეში, რა თქმა უნდა სინამდვილეში არა, მაგრამ ესე ხდება. რეალურად მართლა ესეა ხალხო, აი ეს გატყუებს ზუსტად აი ეს მარკეტინგი, აი ეს სილამაზე, აი ეს ლედები, ვიზუალი და სინამდვილეში $170 დაახლოებით ამ ფასში გაცილებით მაგარი ჟღერადობის დინამიკი შეგიძლიათ იყიდოთ. აი გაცილებით. ჩვეულებრივი Bose-ის დინამიკებიც მოგივათ, რომელიც 10-ჯერ უკეთესად ჟღერებს. დამერწმუნეთ და შემიძლიათ მიგითითოთ კიდევაც აი ეს დინამიკები ზუსტად დაახლოებით აი ამ დიაპაზონში, რომელიც 10-ჯერ უკეთესი ჟღერადობით გამოირჩევა, უბრალოდ ლედი არ არის და ხალხი საერთოდ თვალით ტყუდება და ვიზუალი ატყუებს. ზუსტად ამიტომაც იყიდება სწორედ აი ეს ჩვენი JBL Pulse მესამე სერია. ამ დინამიკის უპირატესობა კიდევ ის არის, რომ შესაძლებლობა გაქვთ ერთმანეთს მიერთოთ თუ არ ვწდები 100 დინამიკი ერთად. ეს რა თქმა უნდა სისულელეა, აბსურდია, არავინ არ არის 100 დინამიკის ყიდველი, მით უმეტეს
ამხელა თანხის დამხარჯავი აი ამ უბრალოდ დინამიკში, როდესაც აი იმ ფასად შესაძლებელია ისეთი დინამიკები შეიძინო, რომელიც ჩვენს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს აწევს საერთოდ ჰაერში და რატომღაც არ ვიყიდი აი ამ დინამიკს იმის გულისთვის, რომ 100 ცალი JBL-ის დინამიკით გავანათო, თქვათ რაღაცა ადგილი, რა ვიცი. მოკლედ ეს ყველაფერი რაც შეეხება მარკეტინგს და რაც შეეხება ეხლა ხმას. გადავიდეთ ხმაზე. წინა ვიდეოში ალბათ ნანახი გექნებათ ჩემი აი ამ ჩინური დინამიკის რევიუ, რომელიც პრაქტიკულად არც არავინ არ უყურა და რატომღაც ვერ მივხვდი, რატომ არ უყურეთ აი ამ დინამიკის რევიუს და იცით რა არის ხალხო. აი ამ დინამიკმა ძალიან ბევრ ესე ვთქვათ ასპექტში აჯობა ჩვენს JBL Pulse Sums. მე სპეციალურად დავდე ორივე დინამიკი ერთად, სპეციალურად ჩავწერე sound recorder-ით ერთი წუთით. აი ეს sound recorder-ი, external sound recorder-ი მიუშვირე სპეციალურად აი ამ ორივე დინამიკს ცალ-ცალკე რა თქმა უნდა ჩავრთე ერთი და იგივე ტრეკი, ჯერ დაუკარი აი ამ Blitzwolf-ის დინამიკით ერთი ტრეკი, ხოლო შემდეგ დაუკარი აი ამ დინამიკით ერთი და იგივე ტრეკი, რა თქმა უნდა. შემდეგ შევეცდები ახლა ვიდეოთი დავამონტაჟო ისე, რომ რიგრიგობით აი ესე ერთი კადრი, მეორე კადრი ჩაირთოს. ხან Blitzwolf-ის ჟღერადობა, ხან ჩვენი JBL Pulse 3-ის ჟღერადობა. თქვენ თვითონ განსაჯეთ ხალხო, მე აღარაფერს არ ვიტყვი. ძალიან მაინტერესებს კომენტარებში რა კომენტარი დაიწერება, რომლის ხმა უფრო მეტად მოგეწონებათ. ძალიან გთხოვთ ამ ვიდეოს მოусმინეთ კურსასმენები. ეს არის უბრალოდ აუცილებელი. სხვა შემთხვევაში ვერ გაიგებთ მათ შორის სხვაობას. უბრალოდ გაიკეთეთ კურსასმენები და მოусმინეთ. ვისაც არ აქვს კურსასმენები, არ ვიცი, მაპატიეთ, მაგრამ შესაძლებელია სხვაობა ვერ დაინახოთ და წამოვა თქვენი კომენტარები, რომ მე მგონი ერთი და იგივეა და ასე შემდეგ. არ არის ერთი და იგივე, მოусმინეთ ბასებსაც, მაღალ ტონებსაც, დაბალ ტონებსაც და ძალიან ყურადღებით. შესაძლებელია ძალიან ბევრმა ვერ ნახოს, ვერ მიხვდეს განსხვავებას, რაც ძალიან სამწუხაროა, ვისაც სპილომ დააბიჯა ყურზე, ესეც ცოტა სამწუხაროა, მაგრამ ცოტა მეტად აი ესე დაცქვიტეთ ყურები და ცოტა კარგად მოусმინეთ. ეხლა კი მოდით გადავიდეთ ჩვენს მთავარ ვიდეოზე და სასიამოვნო ყურებას გისურვებთ ხალხო. ჩაუჯექით, ჩაუწექით, ყურებიც გვიტეთ და წავედით. დღეისათვის უეს იყო ხალხო, იმედია მოგეწონათ ვიდეო და თქვენთან ერთად იყო მიხეილი. კარგად, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, აუცილებლად ლაიქები 1000 ლაიქს ავედით და შემდეგი ზადროტული ტესტი გზაშია. კარგად. Peace.